შეგახსენებთ რეპორტაჟი პროექტ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს სიდას მხარდაჭერით მომზადდა განაგრძობთ გამოშვებას. ბათუმის ნავსადგურში ამერიკულ სამხედრო საზღვაო ძალების კუთვნილ ხომალდზე დღეს ქართველი და ამერიკელი სანაპირო დაცვის თანამშრომლების ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სანაპირო დაცვის დეპარტამენტის და აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის თანამშრომლებს გამოცდილება რამდენიმე მიმართულებით გაუზიარეს. მონაწილეებმა VBBS-ის ოპერაცია განიხილეს, რომელიც გემბანზე ასვლას, ჩხრეკასა და საჭიროების შემთხვევაში პირის დაკავებას ითვალისწინებს. ტრენინგები გაიმართა პირველადი სამედიცინო დახმარებისა და ლიდერობის თვისებების ჩამოყალიბების მიმართულებითაც. დღესვე მედიის წარმომადგენლებს ჩაუტარდათ ტური, რომლის ფარგლებშიც ჟურნალისტები ხომალდის ცალკეული განყოფილებებს დეტალურად გაეცნენ. ამერიკული ხომალდი ტეილორი 34 წლისა, გემის ეკიპაჟი დაახლოებით 200 წევრისაგან შედგება. ამერიკული ხომალდი ბათუმში მეგობრული ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, ბათუმს ის ხვალდატოვებს. ჩვენ ვატარებთ ერთობლივ წვრთნებს ქართულ კოლეგებთან ერთად. უზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან VBBS-ის ოპერაციას, შეისწავლიან ლიდერებისთვის აუცილებელ უნარებს, გაივლიან სამედიცინო წვრთნებს. ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და ორივე მხარეს კავშირების გაღრმავებასა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში დაეხმარება. VBBS-ის ოპერაციას ჩვენ ვიყენებთ მაშინ, როცა გემზე საეჭვო პირის ან საგნის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. წვრთნა აღნიშნული პირის შეცნობას, ჩხრეკასა და საჭიროების შემთხვევაში დაკავებას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნისათვის გამოიყენება ვერტმფრენიც. მიმდინარეობს ტრეინინგი პირველადი დახმარებასთან დაკავშირებით. ტრეინინგს ესწრება აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორი სამედიცინო საკითხებში, რომელიც შეისწავლის დღევანდელ დღეს და უკვე პირად შემადგენლობას გააცნობს თუ როგორი მეთოდით, როგორი კურსით უნდა გაუწიოთ პირველად დახმარება დაზარალებულ ადამიანებს.